ნამდვილად მოუწოდებ თქვენს მთავრობას მოусმინოს თქვენს ხალხს, რომელსაც სურს ევროპული გზით სვლა. ამ ეტაპზე მთავრობა საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის. ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება საქართველოსათვის 2026 წლის დღის წესრიგშია. იმას, რაცაც ევროპული დიპლომატიის კულუარებში განიხილავდნენ, რაც აქამდე ტაბუირებული თემა იყო, უკვე ოფიციალურ დოკუმენტშიც ჩაიწერა. 2026 შეიძლება გახდეს წელი, როდესაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის კარი ფიზიკურადაც ჩაიკეტება. ოცნების გზავნილი კი ისევ ცინიკურია. რეჟიმი ხალხს პირდება ევროკავშირს 2030 წელს, მაშინ როცა 2025-ში ყველა ხიდი დაწვეს. რეჟიმს იმის ჩვენება სურს, რომ თითქოს ევროკავშირს არ სურს ქართველები უვიზო მიმოსვლით სარგებლობდნენ, მაგრამ ეს ტყუილია, ისინი იტყუებიან ყოველდღე როგორც კრემლის წარჩინებული სტუდენტები. რატომ იტყუებიან? იმიტომ, რომ მათი პასუხისმგებლობაა რეკომენდაციების შესრულება. ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის და მისი პარტიის ხელშია. თუ საქართველო არ შეასრულებს რეკომენდაციებს, უვიზო რეჟიმი შეჩერდება. სხვაგვარად წარმოუდგენელია, მაგრამ პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პარტიასთან ერთად. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეებს კვლავ აქვთ ევროპული მისწრაფებები, მაგრამ ახლა ქართული ოცნება არ თმევს საქართველოს მოქალაქეებს ევროპულ ოცნებას. საქართველოს მთავრობა მოქმედებს სრულიად არადემოკრატიულად და სანქციები უნდა იყოს შესაბამისი რეაქცია. როგორც მოხდა რუსეთსა და ბელარუსში, როდესაც ინდივიდუალური სანქციები დაწესდა მათ წინააღმდეგ, ვინც პირდაპირაა ჩართული მთავრობის გადაწყვეტილებებში და აზიანოს დემოკრატიული წესების საზოგადოებისთვის. ბოლო ერთ წელში რეჟიმმა მოახერხა ის, რაც წარმოუდგენელი ჩანდა. ფორმალურად ვართ კანდიდატი ქვეყანა, რეალურად კი ევროკავშირისთვის პერსონა ნონ გრატა. სანამ ოცნება გამოგონილ მტრებს ებრძვის, საქართველო რეალურ იზოლაციაში ექცევა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კანდიდატის სტატუსი, რომელიც განვითარების სიმბოლო უნდა ყოფილიყო, ოცნების ხელში მხოლოდ ფურცლად იქცა, რომელსაც შინაარსი გამოაცალეს. უნდა განსაზღვროთ ის ადამიანები, რომლებიც რეპრესიებში არიან ჩართულები. მათ უნდა ავუკრძალოთ ევროპაში მოგზაურობა. მათ ევროპაში მეგობრების სახით მხოლოდ უნგრეთის და სლოვაკეთის მთავრობები ჰყავთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათზე ზეწოლა ან გავლენის მოხდენა. ამის გამოცდილება გვაქვს რუსეთის წინააღმდეგ. სანქციების შემთხვევაში და საბოლოოდ ისინი მიხვდებიან, რომ ეს სწორი გზაა. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში მოვახერხებთ მათ დარწმუნებას. გსურს შედეგები იგრძნონ ქართული ოცნების რეჟიმის წარმომადგენლებმა და არა ხალხმა. უნდა ვაჩვენოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ მათ გვერდით ვართ. პრიორიტეტული უნდა იყოს პერსონალური სანქციები და თუ უნგრეთის მთავრობა ისევ დაბლოკავს გადაწყვეტილებას, მაშინ 26-მა სახელმწიფომ უნდა დააწესოს სანქციები. ეს ბიჭები აუცილებლად უნდა დაისაჯონ. დაწყებული ივანიშვილი და სხვებიც, მათ შორის ისინი, რომლებიც სარგებელს იღებენ რეჟიმისგან. უნდა გაკეთდეს სანქცირებულთა გრძელი სია, რომელში მოხვედრილებიც ევროპაში ვეღარ შემოვლენ. არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ ჩვეულებრივი პასპორტებითაც. ევროინტეგრაციის პროცესის სრული საბოტაჟისათვის რეჟიმმა მიზანში აქამდე უპრეცედენტო სისასტიკით ამოიღო მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები. ბოლო ერთი წლის ქრონიკა მაჩვენა, რომ ჟურნალისტიკა საქართველოში აღარ არის მხოლოდ ინფორმაციის წყარო, ის სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ერთ-ერთი უკანასკნელი ბარიერია, რომელიც ქვეყანას სრულ იზოლაციაში გადაჩეხვის განიცავს. ოცნებამ სიმართლე სახელმწიფო ღალატის ტოლფას დანაშაულად გამოაცხადა და მის წინააღმდეგ ორგანიზებული და უპრეცედენტო დონის იერიში წამოიწყო. ერთადერთი რაც იმუშავებს არის ბიძინა ივანიშვილის სანქცირება და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ბიძინა ივანიშვილი ჯერ სანქცირებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, იმისათვის რომ მას პასუხისგებლობა დავაკისროთ. მისი მსგავსი ინდივიდები არიან სწორედ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულები სხვა ქვეყნებში. ვიცით, რომ დიდი ბრიტანეთის სანქციას დიდი გავლენა იქნება მასზე, რადგან ის ჩვენთან დიდ ქონებას ფლობს. სანქციები ის ენაა, რომელიც მდიდარ ადამიანებს კარგად ესმით. მით უმეტეს, რომ როგორც ვიცი, ბიძინა ივანიშვილს დიდი ქონება აქვს დიდ ბრიტანეთში. ამიტომ სანქციების დაწესება ვფიქრობ მართებული იქნება. ეს არის გზა, რომ ხარი დაუჭიროთ კანონის უზენაესობას და დიქტატორებს ვაიძულოთ გონს მოვიდნენ. ძალიან დამდგუნველია ის, რაც საქართველოში ხდება. მე საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, მათ შორის მაშინაც, როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ მას შემდეგ ქვეყანა დაღმართზე დაეშვა. ხალხის ციხეში გამოკეტვა, მათი გაჩვენება და მუქარა. ეს არა ის საქართველო, რომელიც მე ვიცი და მიყვარს. გასული წელი იყო ნადირობის სეზონი თავისუფალ და კრიტიკულ აზრზე. ოცნებამ არა მხოლოდ მიიღო რეპრესიული კანონები, არამედ მათი აღსრულებით ევროპელ პარტნიორებს საბოლოო დაჩვენა, რომ მისი გზა არა ბრიუსელისკენ, არამედ მოსკოვისკენ მიდის. ბოლო ერთ წელიწადში განსაკუთრებულად აშკარა გახდა, რომ ოლიგარქის მთავრობამ და ოკუპანტმა ერთი და იგივე პოლიტიკური ენა აირჩიეს.
საქართველო ბელარუსი არ არის. იქ ხალხი ყოველდღე ქუჩაში დგას, რომ ხელი შეუშალონ ქვეყნის ამ მძიმე მიმართულებით წაყვანაში. უვიზო რეჟიმის შეჩერება ყველას დააზარალებს. ამიტომ მე მხარს უჭერ მიზანმიმართულ სანქციებს ივანიშვილის და მისი გარემოცვის მხარდამჭერების წინააღმდეგ. დემონსტრანტები დააპატიმრეს, ჟურნალისტი ციხეშია, დააპატიმრეს ოპოზიციის ლიდერები. ეს დემოკრატიაში არ უნდა ხდებოდეს. აღარაფერს ვამბობ პოლიციის სისასტიკეზე მოქალაქეების დაკავების შემდეგ. ეს სიგიჟია. როდესაც თავს უფლებას აძლევ, ეს ყველაფერი გააკეთო. შენ ხარ რეჟიმი. ქართველ ხალხს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ამისთვის კი აუცილებელია დემოკრატიული პროცესების პატივისცემა. საკმაოდ მოსალოდნელია, რომ ოცნების ლიდერები იზოლაციაში მოხვდნენ. მათ შვილებს ვეღარ მოინახულებენ ევროპაში. ბევრი მათგანი ევროპაში სწავლობს, ბევრიც იქ ცხოვრობს. ანუ ქართული ელიტა ცხოვრობს ევროპაში. დაკავშირებულია ევროპასთან, სარგებლობს ევროპის უპირატესობებით. მაშინ, როცა ქართული ოცნება იწყებს სიძულვილის კამპანიას ევროკავშირის და ევროპის წინააღმდეგ. ასე რომ, ეს ბუნებრივად იმოქმედებს მათზე. ფიქრობ, ამ საკითხში ჩვენ მკაცრები უნდა ვიყოთ. 2025 წელს საქართველომ იგემა იზოლაციის ეკონომიკაც. ქვეყანამ ერთ წელიწადში დაკარგა ასობით მილიონი ევროს დახმარება. საქართველო, რომელიც ევროპული ბაზრისთვის ემზადებოდა, დღეს ისევ ჩრდილოეთზე დამოკიდებულების ხაფანგისაკენ მიდის.